თბილისის ვისკის ფესტივალი, რომელმაც მიმდინარე წლის ზაფხულში დიდი წარმატებით ჩაიარა, ბათუმში აგრძელებს საერთაშორისო თანამშრომლობას და ვითარდება პრემიუმ ალკოჰოლური კულტურისა და ტურიზმის მიმართულებით. ფესტივალის დამფუძნებელი და პროექტის ხელმძღვანელი ვისკი ლაივ პარიზი 2025 სპეციალური მოწვევით სტუმრობდა. Როგორც ჩაიარა პარიზში გამართულმა მსოფლიოს ერთ-ერთმა ყველაზე პრესტიჟულმა ვისკის ფესტივალმა, როგორ ყალიბდება საქართველოში ვისკის მოყვარულთა საზოგადოება და რა გეგმები აქვთ ორგანიზატორებს, სტუმართან ვისკის ფესტივალის დამფუძნებელთან Vladimir Tibilashviliთან ერთად ვისაუბრებთ. მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა გაცემაში სტუმრობისთვის. ბოლო პერიოდში ჩვენ ხშირად გვიწევს სხვადასხვა ტიპის და სახის ფესტივალებთან დაკავშირებით მაყურებლისთვის ინფორმაციის მიწოდება, რომ ამათ დღეს ტარდება ფესტივალი ან ფესტივალის შედეგებზე და შემდგომ და აბსოლუტურად გულწრფელად ვამბობ, ძალიან მიხარია, იმიტომ რომ ეს ნიშნავს, რომ ეს მიმართულება საფესტივალო გარდა თვითონ იმის არის ინდუსტრიის მნიშვნელოვანია, მეტნაკლები პოპულარობას იძენს და ერთ-ერთი პირველი იყავით, ვინც ამ მიმართულებით აქტიურობდით. უკვე საერთაშორისო აღიარება, პრაქტიკულად საერთაშორისო აღიარებაც მიიღეთ, იმდენად პრესტიჟულ ფესტივალში მიიღეთ მონაწილეობა. რა არის მთავარი განმაპირობებელი იმისა, რომ დაუშვათ ვისკის ქართულმა ფესტივალმა გარკვეულწილად პოპულარობა მოიპოვა და ის ტენდენციები, რომელიც ნახეთ ახლა მაგალითად პარიზის ფესტივალზე, აი ამ გადმოსახედიდან რამის გადმოტანის სურვილი ხომ არ გაგიჩნდათ საქართველოში? მოგესალმებით, მივესალმებით თქვენ მაყურებელს. როგორც თქვენ აღნიშნეთ, ვიმყოფებოდით პარიზში ტიერი ბენიტას იქაური ორგანიზატორის მოწვევით. დავამყარეთ კონტაქტები, გავიცანით, გაგვიცნეს, შეგვპირდნენ რომ ჩამოვლენ ჩვენ ფესტივალზე, როგორც ტიერი ბენიტა, ასევე ლონდონის ვისკის შოუს დამფუძნებელი სუხანდერ სინგხი. ველოდებით უკვე თბილისში რომ გვეწვევიან. პირველი რაც მინდა აღვნიშნო, რომ ბათუმში ჩვენ აღარ შევხედრებულად ბათუმის ფესტივალის შემდეგ, ბათუმში ძალიან წარმატებით ჩაიარა ჩვენმა ფესტივალმა. ყავდა სტუმრები, როგორც ადგილობრივი მოსახლეობა, აგრეთვე ტურისტები აჭარის რეგიონში და დაიგეგმა უკვე, რომ სტაბილურად ბათუმში ჩატარდება ყოველწლიურად ფესტივალი. ანუ მაისში იქნება ხოლმე თბილისში, როგორც ყოველთვის. ანუ რეალურად წელიწადში ორჯერ ვატარებთ. წელიწადში ორჯერ და შემოდგომაზე იქნება ყოველთვის ბათუმში ფესტივალი. რისი გადმოტანა ჩათვალეთ, რომ შეიძლება მაგალითად საქართველოში იმ ფესტივალიდან, რომელსაც ახლა იღებდის მონაწილეობას? უცხოურ ფესტივალებზე, რასაც ვნახულობთ, ეს არის მასშტაბები. ერთადერთი რაც დაგვჭირდება, ჩვენ დაგვჭირდება დრო, რომ გავიდეთ იმ მასშტაბებზე. ანუ როგორც ჩვენთან არის, ისე იქაც იგივეა, არ არის მხოლოდ ვისკი, არის სხვადასხვა სასმელები, ყველა ალკოჰოლური სასმელები. ჩვენ ბათუმში მაგალითად დავამატეთ უკვე ღვინო, მქონდა წარმოდგენილი პრემიუმ ხარისხის ღვინო და ასევე თბილისშიც 2026 წელს იქნება წარმოდგენილი. იმუშავა პრემიუმ ხარისხის ღვინის დამატება, იმიტომ რომ მაინც ვისკის ფესტივალად იყო ცნობილი. მოთხოვნა იყო დიდი, უსახელაური იყო დამატებული და ტვიში და მოთხოვნა იყო დიდი საკმაოდ. თვითონ საერთაშორისო თანამშრომლობის კუთხით რა პერსპექტივას გიჩენთ დაუშვათ აი ისეთი ტიპის ფესტივალში მონაწილეობის მიღება, როგორც პარიზის ვისკის ფესტივალია? ქონდა ბევრი შეხვედრა სხვადასხვა კომპანიებთან, არის დიდი მოთხოვნა ჩვენთან გამოსვლაზე. მაგალითად, თუ თბილისში ერთი კომპანია მონაწილეობდა მხოლოდ უცხოეთიდან, 26 წლის მაისში სავარაუდოდ რამოდენიმე კომპანია იქნება უკვე წარმოდგენილი. სხვადასხვა ქვეყნიდან დისტილერიები, რომელიც ჯერჯერობით ქართულ ბაზარზე არ არის და ეხლა არიან პარტნიორის ძიებაში საქართველოში. ეს ნიშნავს, რომ დაუშვათ ქართული ვისკის ინდუსტრია და საქართველოში ეს ინდუსტრია მეტნაკლებად გაიზარდა, თუ რა განაპირობებს ინტერესი? საქართველოში ვისკის ინდუსტრია იზრდება, მოხმარება იზრდება, ამ დროს ევროპაში საპირისპირო მდგომარეობა იქ ისე ვთქვათ კორონას პერიოდის მერე მონაცემები უმცირდებათ და ამიტომ ახალი ბაზრის ძიებაში არიან ყოველთვის. თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს ბაზარი მაინც პატარაა, მოცულობას ვლაპარაკობ და მოსახლეობის რაოდენობის მაინც აინტერესოა მათ პატარა კრაფტ დისტილერიებისთვის საქართველოს ბაზარი საკმაო ზომის არის, რომ დაინტერესდნენ საქართველოში შემოსვლაზე. თვითონ საფესტივალო პროცესი 2026 წელს როგორ გესახება და რა გეგმები გაქვთ ამ ნაწილში?
მოდით ჯერ პარიზზე დავასრულებ, მე ექსკლუზიურად რაღაც ინფორმაციას გავაჟღერებ თქვენთან. პარიზში დახურვამდე გაიმართა ესეთი ისტორიული მოვლენა, ყველაზე, ესე ვთქვათ, ხანდაზმული ვისკის დეგუსტაციაზე დაგპატიჟა ბატონმა ბენიტამ და დავესწარით რაღაც 100 ადამიანი ესწრებოდა სულ 85 წლის დაძველების ვისკის. ეს იყო აი სოფლიოში ესეთი რამე არ მომხდარა, პირველად მოხდა ესეთი გრანდიოზული და ესეც ის იყო უკვე ჩვენი დაფასება, რომ აი საქართველოსდან იმას ადამიანში ორი ადამიანი მე და პროექტის ხელმძღვანელი ქალბატონი თინათინი ვესწრებოდით ამ ვისკის დაგემოვნებას. ხოლო რაც შეეხება თითქმის ისეთი განაცხადია, რომ აი საქართველოში ვისკი უკვე აღარ არის მხოლოდ პირობითად შოტლანდიელების დასალევი, ხო? ანუ საქართველოშიც ეს სასმელი პოპულარულია უკვე. კულტურა იზრდება, ვისკის სმის კულტურაც იზრდება, მოხმარების ხარისხიც რა თქმა უნდა იწევს ზემოთ. რაც შეეხება 26 წლის 2026 წლის ფესტივალს, მოგეხსენებათ, რომ ჩვენი ფესტივალი ვითარდება, უფრო ზედა საფეხურზე ავედით და მოგვიწია ახალი ლოკაციის ძიება ჩვენი შემდგომი ფესტივალისთვის. და აქ ექსკლუზიურად თქვენ გადაცემაში გამოვაცხადებთ, რომ 2026 წლის 16-17 მაისის ფესტივალი გაიმართება თბილისი შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში. და რამ განაპირობა რაოდენო მასშტაბმა თუ დაუშვათ თვითონ პრესტიჟის ნაწილად შემოვიდა. პრესტიჟის ნაწილი იყო რომ მოვიძიეთ მაქსიმალურად. კი, რა თქმა უნდა და რაოდენობა არ შეიცვლება, საკმარისი სტენდების განთავსების საშუალება გვეძლევა თვითონ ამ მეტეხი პალასშიც. თვითონ მოლოდინი როგორი გაქვთ, როგორი მიიღებს კიდევ დაუშვათ თუნდაც შეცვლილ ლოკაციას ვისკის მოყვარულთა საზოგადოება საქართველოში და ეს ინდუსტრია თან და თქვენ ახლა ახსენეთ რომ ხარისხიანი პროდუქტის მიმართ ინტერესი თვითონ ბაზარი როგორ გამოიყურება დღეს და რამდენად რეალურად ხარისხიანი პროდუქცია შემოდის ბაზარზე. ბაზარს ეთყობა ის მიმართულება რომ როგორც ვახსენე ვითარდება ეს კრაფტული პატარა დისტილერიების შემოსვლა საქართველოში რომელზეც ხარისხი უფრო მაღალია ვიდრე ეს დიდი დისტილერიების ვისკისა. თვითონ ვისკის მის კულტურა თუ შეიცვალა, ანუ რაღაცა რამდენად გავიაზრებთ რეალურად ვისკი რა პროდუქტია და რამდენად სწორად სვამენ მას საქართველოში. რა თქმა უნდა, უკვე ძალიან ხშირად ვხვდები ბევრგან თბილისის ვისკის ფესტივალის ჭიქებს, რომელიც სპეციალურად შევუკვეთეთ ჩვენ და სპეციალურად ჩამოგვაქვს ყოველთვის, რომ ადამიანმა იცოდეს, როგორ უნდა მიირთვას გლენკერნით, უნდა დააგემოვნოს, არომატი შეეგრძნოს და არა მხოლოდ დალევა და თხრობა ვისკი. კი ბატონო, და ჩვენი საუბრის ბოლოს რა პერსპექტივა აქვს საქართველოში ამ ინდუსტრიას და ამ ფესტივალს? ეს რა თქმა უნდა ტურიზმს უწყობს დიდად ხელს. ეხლაც შეინიშნებოდა ბათუმშიც, მაგრამ თბილისში უფრო შეინიშნებოდა, რომ რაღაც გარკვეული ჯგუფები იყვნენ ჩამოსული და ჩვენ მუშაობთ ხტნებით აი პარიზშიც რო ახსენეთ, პარიზში შევხვდით მაგალითად თურქული ვისკის საზოგადოებას დაახლოებით 50 პიროვნებამ აგვითქვა, რომ მაისში იქნებიან ჩვენთან. ასევეა კონტაქტი სომხეთის ვისკის მოყვარულთა საზოგადოებასთან და ეს ჩვენი მეზობლები უკვე ჩამოვლენ ტურისტულად და ეს რა თქმა უნდა ქვეყნის ტურიზმის განვითარებასაც შეუწყობს ხელს. პარალელური ტიპის ფესტივალებთან მაგალითად ღვინის ფესტივალები ბევრი გვაქვს საქართველოში. თუ გაქვთ ურთიერთობა და რამდენად შეიძლება რომ ერთგვარ გაგრძელებად მოვიაზროთ ან პირიქით დაუშვათ ღვინის ფესტივალების ვისკის ფესტივალი. მიუხედავად მისა, რომ ალკოჰოლურ სასმელების ინდუსტრია მაინც განსხვავებული სეგმენტი, თუმცა მაინც და სწორედ ამიტომაც ვკითხულობ თვითონ რამდენად შეიძლება რომ რაღაც გარკვეული თანამშრომლობა ამ სეგმენტებს შორის ჩამოყალიბდეს. ჩვენ თანამშრომლობთ შარშან ღვინის კლუბის მიერ ორგანიზებულ მთაწმინდის ახალი ღვინის ფესტივალზე. ჩვენმა ფესტივალმა მოიგო მონაწილეობა როგორც უბრალო ესე ვთქვათ მონაწილე, სადაც ისევ ჩვენი პოპულარიზაციის კუთხით ვიყავით წარდგენილები და ხალხს ვაცნობდით ჩვენ ფესტივალს. ჩვენ ყოველთვის თანამშრომლობთ ღვინის ფესტივალის და ვისკის ფესტივალს. კი ბატონო, წარმატებებს გისურვებთ, ბევრი კიდევ უფრო დიდ საერთაშორისო აღიარებებს. ვლადიმერ თიბილაშვილი იყო ბიზნეს პარტნიორის პირდაპირ ეთერის სტუმარი. მე და თქვენ ერთმანეთს პროექტის ფარგლებში ხვალ შევხვდებით. მშვიდობიანი დღე, ნახვამდის.